თუ თქვენი თავსებადობის რიცხვი არის 7, ეს არის ენერგია, რომელიც მიუთითებს განვითარებაზე, თვითშემეცნებაზე და სურვილზე სხვა ადამიანებთან ერთად ჩაწვდეს საკუთარ სიღრმეს. შეხვედრის მიზეზი არის ღრმა თემებზე ურთიერთობები, რომელიც აძლიერებს წყვილების კავშირს. აგრეთვე სულიერი განვითარება, მაგალითად, ერთად შეისწავლონ ფილოსოფიური შეხედულებები. პარტნიორები პატივს სცემენ საკუთარ და ერთმანეთის საზღვრებს. აქვთ ღია და გულწრფელი საუბრები, იუმორი, უყვართ ერთად მოგზაურობა, ერთობლივი გართობა. სირთულეები შეიძლება იყოს ემოციური ჩაკეტილობა, ასუსტებს ეს, რა თქმა უნდა, წყვილებს შორის კავშირს, საკუთარ სამყაროში ჩაძირვა, ეს იწვევს განშორებას და ურთიერთობებში სიცივეს. ჰარმონიის მისაღწევად აუცილებელია წყვილებმა დააფასონ ერთმანეთის მოთხოვნები, საჭიროა ბალანსი საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და სიმსუბუქეს შორის. თუ თქვენი თავსებადობის რიცხვი არის 8, ეს არის იდეები და უმაღლესი მიზნების მატერიალიზაციის ძალის ენერგია, რომელიც ყალიბდება კავშირით ორ ძლიერ და ამბიციურ ადამიანს შორის. ესენი ერთიანდებიან წარმატების მისაღწევად და ფინანსური სტაბილურობისთვის. ეს კავშირი დაფუძნებულია დიდ ურთიერთობებზე, გუნდური მუშაობის უნარზე, საერთო კეთილდღეობისათვის მოძრაობაზე. წყვილები ერთად მუშაობენ სტაბილურობის და წარმატების მისაღწევად. უხარიათ ერთმანეთის წარმატება, პატივს სცემენ ერთმანეთის ამბიციებს, აგრეთვე ერთმანეთის შრომას, ჩადებულს ამა თუ იმ ფინანსურ საკითხებში. ეს რა თქმა უნდა დადებით ენერგიებში. სირთულეები შესაძლებელია გამოწვეული იყოს კონფლიქტებში, ლიდერობაზე და მართვაზე. ფოკუსის გადატანა მხოლოდ ფინანსურზე, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს გრძნობების გაციება და ურთიერთობების გაფუჭება. აგრეთვე ზედმეტი მუშაობა, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ წყვილი ივიწყებს ადამიანურ წვრილმანებს და ესეც რა თქმა უნდა აფუჭებს ურთიერთობებს. ჰარმონიის მისაღწევად დაგეგმეთ მომავალი ერთობლივად, რათა შექმნათ ძლიერი გუნდი, დააფასეთ ერთმანეთის ძლიერი მხარეები და არ დაუშვათ დომინირება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტნიორისა და ასევე დააფასეთ ერთმანეთის შრომა და მონდომება, რათა უფრო გამყარდეს ურთიერთობები. და ბოლოს თავსებადობის რიცხვი 9, ეს არის სულიერი და უანგარო კავშირის ენერგია. ერთმანეთისთვის მშვიდი ნავსაყუდელი. წყვილის ამოცანა ისწავლონ ჰარმონიაში თანაცხოვრება, სულიერი განვითარება. შეხვედრის მიზეზი არის სწორედ იპოვონ გზა განვითარებისა. წყვილი ძალიან კარგად და ღრმად უგებს ერთმანეთს და ენდობიან კიდეც. მზად არიან გულახდილი ნებისმიერი სირთულეები, გულახდილი საუბრებისა და ნებისმიერი სირთულეების ერთად გადალახვისთვის. ასევე კავშირი იძლევა შემოქმედებითი და სულიერი განვითარების მოტივაციას. ახასიათებთ ალტრუიზმი, ანუ უანგარო მსურველობა ერთმანეთის მიმართ. სირთულეები შეიძლება გამოწვეული იყოს პირადი საზღვრების დაკარგვით და ასევე დიდი მოლოდინებით პარტნიორებისაგან, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს განხიბლა. ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა განვითარდეთ სულიერად, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ ყოფითი მხარეებით. განავითაროთ ერთობლივი პროექტები, ღიად გამოუცხადეთ ერთმანეთს თქვენი გრძნობები, ემოციები და არ ჩაიკეტოთ. იყავით მუდამ ერთმანეთის მხარდამჭერები. ეს არის ძალიან მოკლედ ურთიერთობებზე და თავსებადობის რიცხვებზე, მათ ენერგიებზე. ვისაც სურვილი აქვს უფრო ღრმა და მეტი ინფორმაციის მიიღოს ღრმა და მეტი ინფორმაცია, მომმართეთ პირად შეტყობინებაში და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე.